ტრამპის ვადა ირანისთვის ახლოვდება და ახლა უკვე 12 საათზე ნაკლები დარჩა. პრეზიდენტი იმუქრება ირანის რუკიდან წაშლით, თუ ქვეყანა არ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის გახსნას და ბირთვული პროგრამის შეწყვეტას. ფრედ ბაიერი ახალ ამბებს გვაწვდის დილამშვიდობისა გამარჯობა. დილამშვიდობისა. მინდა ვცადო რამდენიმე დეტალის შეკავშირება. ჩვენ ვაანალიზებთ ენას და ვცდილობთ შემდეგი ნაბიჯის პროგნოზირებას. JD-1-ი ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში. უყურეთ. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს ომი მალე დასრულდება და საბოლოოდ შედეგი ირანელებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რეალურად ორი გზა არსებობს და ცოტა ვამარტივებ. მაგრამ პირველი გზა არის ის, რომ ირანელებმა გადაწყვეტონ, რომ ირანი ნორმალურ ქვეყნად აქციონ. ისინი აღარ დააფინანსებენ ტერორიზმს, გახდებიან გლობალური ვაჭრობის ნაწილი და ეს ეკონომიკურ გაუმჯობესებას მოიტანს, რაც მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება. და ისრაელში გვერდით სპრინკლერი ამბობს, რომ ნაბლუსში ფრანგული პრესა ფრაზას ამბობს, რომელიც ყველაზე მეტად მიმიზიდავს. თუ გაგვიმართლა, დღის ბოლომდე რაღაც გვექნება. და ჩვენ ყველანი ვიმედოვნეთ, რომ გაგვიმართლება, ხომ ასეა? და ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, ირანელებმა გაათავისუფლეს ორი ფრანგი მოქალაქე, რომლებიც ირანში თითქმის 4 წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი. და ახლა ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ისინი უკვე გზაში არიან საფრანგეთში დასაბრუნებლად. ასე რომ თუ ამას ამ კუთხით შეხედავ, შეიძლება იფიქრო, რომ დიპლომატია მუშაობს, რაც ხდება. თქვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონიდან როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს ამას პრეზიდენტი. გონი გუშინ, დილამშვიდობისა, მგონი კიდევ მეტი ნავთობის ტანკერი გავიდა ჰორმუზის სრუტეში, გუშინ 21. ეს არ არის ის 130-5000, რომლებიც ჩვეულებრივად გადიან. მაგრამ ახლახან ტელეფონზე ვესაუბრე პრეზიდენტს, მან პირადად დამირეკა და მეუთხარი, მოусმინე, თუ ახლა უნდა დაგედო ფსონი, რა სიტყოდი, რა შანსია, რომ ეს საბოლოოდ რა გამოვიდეს. იცი, ეს მუდმივად ცვალებადი მიზანია. მაგრამ მე მართლა ვფიქრობ, რომ ასე ღიად საუბრისას ის ამბობს, რომ ეს არის ყველაზე კონკრეტული, რაც მას შეუძლია იყოს. თქვა, რომ ეს იქნება აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 20:00 საათზე. საკმაოდ კონკრეტულია. მაშ, ეს ბრეხტი არ არის. მომეცი საშუალება შეგაწყვეტინო, მაგრამ უბრალოდ უბრუნდებოდი იმას, რაც მან გუშინ პრესის ოთახში თქვა. მან თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა, ირანის პასუხს გულისხმობდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს იდეალური არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მას შესაძამე შეიძლება მათ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი წინ წაიყვანონ. შეიძლება 8-დან 10 საათი დაგვიანებულია. შეიძლება კიდევ 9 ბრით გადაიდოს. კარგი, რადგან ჩვენი საუბრის ნაწილი დღეს არის ვის ესაუბრები. კარგი. ვის აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება? მოусმინეთ, ჩვენ აქ ვიყავით გასულ კვირას და ვთქვით, რომ მას შემდეგ, რაც პაკისტანელებები საქმეში ჩარევას შეეცადნენ, მათ თქვეს, რომ კომუნიკაციებს მნიშვნელობა არ ქონდა. სტივ ვიტკოფის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა კომუნიკაცია იყო. და პრეზიდენტმაც აღნიშნა ეს გუშინდელ პრესკონფერენციაზე, როცა თქვა, რომ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვისთანაც გააქვს საქმე და როგორ გადასცემენ ისინი შეწყობინებას, მან თქვა, რომ ისინი მოქონდათ ჩანაწერები და იცით, მან გაამარტივა საკითხი. მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, ვინ არის მართვის სადავეებთან და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ირანში. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ის ამას ამბობს და ამ პოზიციას შეინარჩუნებს, თუ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება. და თქვენ იწყებთ ამის მოსმენას ვიცე-პრეზიდენტისგან და სხვებისგან, რომლებიც ხედავენ სინათლეს გვირაბის ბოლოს. საინტერესოა თქვენი პერსპექტივის მოსმენა, რადგან თქვენ მასთან ყოველთვის საუბრობთ, გრძნობთ და აღიქვამთ ტონს. ხვალ ნატოს გენერალური მდივანი აქ იქნება. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს შესახებ განაცხადა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი, ძალიან. ვფიქრობ ნატო, ვფიქრობ ეს ნატოს ლაქა, რომელიც არასდროს გაქრება. მომდიან 4 შაბათს და მეუბნებიან, მოდი ამას და იმას გავაკეთებთ. ეხლა რადაცების გამოგზავნა უნდათ, მინდოდა დახმარება. მან თქვა, არა, დაველოდებით შენს მოგებას. უთხარი, გამარჯვების შემდეგ დახმარება აღარ მჭირდება. ნატო ქაღალდის ვეფხვია. Mais alguma coisa sobre isso, Brett? ამ საუბარში, რომელიც ახლახან მქონდა, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ნატოს გენერალურ მდივანთან, რუთთან, პრეზიდენტთან და მასთან. ასე რომ არ გამიკვირდება თუ რუთი მოვა და რაიმე სახის მხარდაჭერას მოიტანს. შესაძლოა ეს ჰორმუზის სრუტეა, შესაძლოა გემებია, შეიძლება სხვა რამეა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას მოიტანს. ფრუსტრაცია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთავრობის სხვა წევრებისაც ნატოს წინა ხაზზე ყოფნისადმი თავშეკავების გამო. თუ ეს ვადა დღეს საღამოს 8 საათზეა, მაშინ საუბარი ალბათ სრულიად განსხვავებული იქნება. ისმენთ.
კიდევ ერთი მინიშნება ხომ არ დამეტოვებინა აქ. ისმენთ. ხო, ჯოტრივანსი იქაა, აღმოსავლეთ ევროპაში, ანუ იქიდან საუბარი სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ისინი რაღაცების გაგზავნას აპირებენ. დახმარება ვთხოვე, უარი მითხრა. თქვენი გამარჯვების მოლოდინში ვართო თქვა. მერე დახმარება აღარ დამჭირდებაო. ნატო ქაღალდის ვებხვია. ხოლო და კი არის ის ჯოთრი ვებხვი. ზეო მას მნიშვნელოვანი როლი აქვს. მას ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ამიტომ მე არ გამიკვირდება თუ რუთი მოვა და რაღაც სახის ხარდაჭერას მოიტანს. შეიძლება ეს იყოს ჰორმუზის სრუტე, შეიძლება გემები იყოს, შეიძლება სხვა რამ. მაგრამ დაწუნებული ვარ რომ რაღაცას მოიტანს. ფრუსტრაცია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთავრობის სხვა წევრებისაც, ნატოს წინა ხაზზე ყოფნისადმი თავშეკავების გამო. თუ ეს ვადა დღეს საღამოს 8 საათია, მაშინ საუბარი შეიძლება სრულიად სხვანაირი ყოფილიყო. კი, ნამდვილად. ნეტავ კიდევ ერთ მინიშნებას ხომ ვერ დავტოვებდი სადმე. დიახ, რა თქმა უნდა. ჯოტრივანსი აღმოსავლეთ ევროპაშია, ასე რომ მისთვის იქ მისვლა და საუბარი სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ამ მოლაპარაკებლებთან თუ საქმე იქამდე მივა, პოლიტიკოს ინფორმაციით ედვანსი მზადაა ირანისთვის. ვიტკოფი და კუშნერი ხელმძღვანელობენ, რაც მიუთითებს მათ უშუალო მონაწილეობაზე ირანელებთან პირდაპირ შეხვედრებში. გეოგრაფიულად რო ვთქვათ, ის თითქმის იქაა, ბრედ. ზუსტად ასეა და მე მჯერა რომ ის თკბება ამ მომენტის ყოველი წამით, ამ შესაძლებლობით. და თუ ირანელები იტყვიან რომ ნამდვილად სურთ ასეთი დონის ვინმე, ის მზადაა მოლაპარაკებებზე წასასვლელად, მაგრამ ამ მომენტში ჯერ კიდევ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერია. მათ შორის კომუნიკაცია არსებობს. მეორე მხრივ, თუ ირანელები უარს იტყუდნენ ვანსის შუამავლობის შეთავაზებაზე რეგიონში, ეს საკმაოდ ნათელი სიგნალი იქნებოდა იმისა, რომ ისინი არ აგრძელებენ იმ 10 პუნქტიან გეგმას, რომელიც გუშინ წარადგინეს. ბოლო კომენტარი. მოусმინეთ, ჩვენ გამოვედით ძალიან წარმატებული სამხედრო შაბათ-კვირიდან, როდესაც გადავარჩინეთ ის ჩამოგდებული პილოტი იმ მთაზე და შენ ფიქრობ ყველა დეტალზე. გავიგეთ ამ გადარჩენის შესახებ და ორივე პილოტზეც. და არის შეგრძნება, რომ ამ რეგიონში სამხედრო იმპულსი ძლიერდება. პრეზიდენტიც ამას გძნობს. ის მიანიშნებს, რომ არ სურს გააკეთოს ის, რაც თქვა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მაინც გააკეთებს. ის გააკეთებს საღამოს 8 საათზე აღმოსავლეთის დროით. კარგი, ასე რომ ამას ახლა ვიგებთ. 2 საათის წინ ვატყობინებდით, რომ ისინი განუსაზღვრელი დროით საუბრობდნენ. ეს იყო კომენტარი, რომელიც მივიღე. Wall Street Journal-ი ახლა იუძგება, რომ ირანმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ეს მხოლოდ ერთი წინადადებაა. მეტი დეტალი არ მაქვს, მაგრამ ინფორმაცია ახლა ხან მივიღე. ასე რომ საჯაროდ ისინი ამას სულ აკეთებდნენ. მაგრამ ქონდა საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ხდება, ესეთი კომუნიკაცია, ეს ხდება ახლა. მაშ, იცი რა განსხვავებაა ირანის საჯარო და კერძო პოზიციებს შორის? არ ვიცი. ვიცი რომ არსებობს ვადა და მგონია რომ ის შესრულდება. ჩემი წყარო ამბობს, რომ ირანთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს. უდავოდ ეს ნაყოფიერი ურთიერთობაა. ეს 2 საათის წინ იყო. შეიძლება ჯერ კიდევ იგივეა. მადლობა ბრედ, შევხვდებით 6 საათზე. ნახვამდის მეგობრებო. მადლობა დროს რომ აკონტროლებდი.